როგორც მწერალი ბესუჩუბინიძე როდის დაიწყე ეს თემები? ეს მესამე წიგნია და ამას ფერდი თუ არ გავჩერებული ვარ, როგორც აღმოჩნდა მე-4 წიგნი ყოფილა, იმიტომ რომ გამახსენდა რომ 1997 წელს გამოცემული მქონია ერთი წიგნი. ცოტა რომ დაგამშვიდო, თორე ძალიან აყენე. ხო, ერთი წიგნი სახელად ქვია საქართველოს მომავალი საქართველოს თანამედროვე ახალგაზრდობა 1997 წელს დამიწერია ეს წიგნი და სულ გაიყიდა და მე აღმოვაჩინე ჩემს იმაში ერთადერთი ეგზემპლიარი მქონია და გამეცინე ისეთ რაღაცებს წერდი რომელიც აი სამწუხაროდ დღეს უკვე ხდება საქართველოს თანამედროვე ახალგაზრდობა 97 წელს რო გამოვეცი ეს წიგნი აგერ სამი წიგნი გამოვიდა იმის შემდეგ ღიმილის ბიჭების ჩათვლით და თუმცა პანდემიამ ძალიან შემიშალა ხელი ძალიან იმიტომ რომ მე და თემოს ჰქონდა ასეთი ტურნე დაგეგმილი ჩემი წიგნის მხარდამჭერი იყო თემოს კონცერტები სოლო კონცერტები ქონა დაგეგმილი ათენში რომში ბილეთები მოსკოვშიც ქონდა პირდაპირ იმის წინ კრემლის წინ დავდექი და ბაბი მეხვეწებოდი მოღალატე კი არ ბაბი მექედან მეხვეწებოდი კამერით გეხვეწები ჩუმად არავინ არაფერი არა და ლენინის მავზოლეუმის წინ ვიყურე რუსეთი ოკუპანტია მე მაგ იმაზე თემა არ არის იმაზე არ არის საქმე რომ მოსკოვში ვიცხოვროს მოღალატია და როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვას იცი აი უამრავი 100,000-ობით ადამიანი ცხოვრობს რუსეთში როგორ გონიათ ისინი ჩვენზე მაგარი ქართველები არიან ჩვენზე მაგარი ბიჭები არიან ჩვენზე მაგარი გოგოები როგორ შეიძლება მას მოღალატე ეძახო და გული მწყდება ხოლმე ამაზე და მე რო ჩავედი მოსკოვში ჯერ საერთოდ როგორ მომცეს ის ვიზა სხვა თემაა კიდე როგორ შენ მოსკოვში ჩახვედი შენ იბრძოდი და მე რას ქვია პირიქით ჩემ ხალხთან ჩავედი ჩემ ქართველებთან მოვეფერე რა გააკეთე რა ცუდი რა გააკეთე და წიგნი ჩაუტანე როგორ დაიპყრო რუსეთმა სამაჩაბლოს რეგიონი ამ ტრის გულში გავაკეთე ეს ყველაფერი და ტრის გულში ვანახე და წადით და დადექით რომელი შავლეს ჩახდით ხო ხო და არა წაკუზვით და მე გაქცევით მაგ საიდანაც გააკეთეს ეგ პერფორმანსიც ყველამ ძალიან კარგად იცის ძმაო და ყველას გვაქვს ის ფილმი ნანახი რა და უილიამ უოლესებიც თქვენზე მაგრები ვართ მაგრამ შარვალი რო ჩაიხადეს იმათმა მე გადავიდნენ და მტერს ეკვეთნენ და იქ ხმლით აჩეხეს ის მტრები შარვლის ჩახლის შემდეგ ხო თქვენ კიდე ამოიწიეთ და ჩასრულებმა თბილისისკენ დაუხეთ გეზი ასე არ არის ეგ ამიტომ ბოლომდე თუ რამეს აკეთებ გააკეთებ ბოლომდე რა აი მოსკოვში ესე გავაკეთე და ბაბის ჩვენ საერთო მეგობარს ჩვენი ბაბი ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადო იმიტომ რომ ის იყო ამ ჩემ აუცილებლად ჩემ პრესიონელა ყველა ემიგრანტები აბსოლუტურად ხო ნუ ეგ თავისთავად ემიგრანტები კიდე ცალკე თემაა ჩემო ეგ რა თქმა უნდა ჩემთვის მithumetes ხო აი ხო ხტები ხა სხვა თემა არის აი ხელის გულზე რო უნდა ატარო ადამიანები ხა პანდემიამდე კონცერტებზე ჩავდიოდი მაგაზე აღარ მინალაპარაკი სხვა ქვეყნებში რო აცხადებდნენ რომ ემიგრანტები საყვარე მომღერალი ეს იყო ჩემთვის გულზე და ყველაფერზე ზევით რა თქმა ხო ხდება გულზე ხო ხტები რომ ამ გულში რაღაც და საქართველოს ჩაგაქვს რაღაც სიყვარული გეფერებიან გეთაყვანებიან რაღაცას გაბარებენ სიტყვას, რაღაცას იღებენ შენგან სიტყვას და ხო იმის შემდეგ უფრო გამიმძაფრდა თქო რაც შვილი გამიხდა ბიჭო ემიგრანტი მე ვის რა უნდა ველაპარაკო პოლონეთში დაამთავრა ვარშავის დიპლომატიური აკადემია საერთაშორისო დონის დიპლომატია და იქიდან თავს უშველა რა გინდა იცი რა არის ხმა თავს უშველა მაგრამ მე ქვეყნის შველა უფრო მე მჭირდება მე რა მჭირდება ეგ სხვა თემაა მაგრამ ქვეყანას აჭირდება მეორე და ხელები ავწიე რატო იცი იქიდან უფრო მეც საქმეს აკეთებს ამ ქვეყნისთვის არ მოყვები რაღაცებს ადრე თუ გენ გამოჩნდა ვიდე და საკუთარი ძმა გამიხდა ემიგრანტი ვის რაზე ველაპარაკო და მეც ლურსმებზე ვზივარ რომ არ ჩავიქნიო ხელი მაგრამ დარწმუნებული ვარ არ მომიწევს ამ ხელით ჩაქნება და ბოლომდე აი შუბლით გავიტან იმ კედელს სადაც არის. მე შემოთავაზებო სხვა ქვეყნებში მაგათო დავრჩენილი იყო, მაგრამ რაღაცნაირად ვერ დავჭი. აი თუ გამიგზავნე ჩემი საქმე. მე თვითონ პირადად თორე. ხო, ვისაც შეუძლია, რაზეა პირიქით.